ახლა როგორი მტვერია, ჩახედეთ. ალბათ აქ საუკუნეა არავინ შეხებია ამ ყველაფერს. ადამიანის ხელი არ არის შენახები და რა ისტორიას ინახავს ახლა, რა წარსულია, ვინ არიან ეს ადამიანები, რა საქმიანობდნენ. არ ვიცი როგორი კითხება ახლა, მაგრამ მე მგონი ესე უფრო კარგად ჩანს. კი, აი ეს აიკითხება, ეს იმათი მხრიდან, აი ესეც საცხოვრებელი სახლია. საცხოვრებელი სახლი. ფახვერკით, აივნებით. ზუსტ ტიპიური პოლონისური გერმანული სახლები. თუ აქ ფოტოგრაფი ცხოვრობდა, იმიტომ არის ამდენი ფოტო რა და თქმა ერთი ოჯახის ისტორია კი არ არის. კრებსითად მთელი ბოლნისის ხო. და არა მარტო ბოლნისი, შესაძლებელია მთელი რეგიონიც. აქ იქნება დაახლოებით ჩემი აზრით 100 ფოტო მაინც. მინიმუმ 100. ხო, 100 ნეგატივი, ხო? ნეგატივი. მე თუ მკითხავთ, სოფლიოში ყველაზე მაგარი ადგილები არის სხვენები. სადაც წარსული ინახება ხოლმე. ყველაზე ნაკლებად ხელშესახები ადგილია. აი ეს ძალიან საინტერესოა იდენტიფიცირებისთვის, თვითონ წარწერაც აქვს ფოტოს უკანა მხარეს, აი მარცხენა კუთხეში. აი ტექსტი. კი. და აქ თითქოს ტყავის დამუშავების პროცესია, ასე ერთი შეხედვით ეს იკითხება. შეხედე, სასულე ორკესტრი. სასულე ორკესტრი. ნამდვილად სასულე ორკესტრი. აუ, რა საინტერესოა. აბა, ეხლა 1917-1921, ხო? აჰა. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდი. აი მე ნახედეთ. ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ ფოტოებზე ვინ არიან მათია და მათი ბედი შემდეგი როგორი იყო. ვერ ვიტყვი რომ ძალიან ცუდად ვიცი გერმანელების ისტორია საქართველოში, მაგრამ მე არ შემხედრია და ვფიქრობ რომ ძალიან დაღებული გერმანელების ფოტოები არ არსებობს. ამ რაოდენობის. აი ეგ არის ისტორია რა. სადაც შეხვდები არის. ხო, და ჩვენ ხო ისიც არ ვიცით აქ რა არის. ხო, თუნდაც ბოლნისის შესახებ, ან ზოგადად რეგიონის შესახებ. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ისეთ აღმოჩენებთან მაქვს ხოლმე საქმე, ისეთ რაღაცებს ვეხები, რომ დაუჯერებელია. ახლა ახლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ აი ასეთ ისტორიულ მნიშვნელობის ნივთებთან მექნებოდა შეხება, რომლებიც აცოცხლებენ ჩვენი ქვეყნის, რა ვიცი, შეიძლება ითქვას ტრაგიკულ ფურცელსაც კი, იმიტომ რომ ეს ადამიანები მათი შთამომავლები საქართველოში აღარ ცხოვრობენ 1951 წელს ყველა მიცს რომ სტალინმა გაასახლა, მაგრამ დატოვეს თავიანთი კვალი დატოვეს ესე და გველოდებოდნენ ჩვენ. ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ კვლევას ახლა.